აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრისთვის 2025 წელი იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ იმედი ჩვენს ხალხში კვლავაც ცოცხალი და მძლავრია. თბილისსა თუ რეგიონებში გასვლითი ყოველი სამუშაო დღე ჩვენი გუნდისთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სამსახურეობრივი მოვალეობა. ეს იყო 365 დღიანი მცდელობა, რომ აფხაზეთის თემატიკა არა მხოლოდ მშრალ ამბებად, არამედ საზოგადოების გულისცემად ექციათ, სადაც თითოეული ნიუსი თუ ანალიზი ერთი დიდი მიზნისკენ გადადგმული პატარა, მაგრამ ემოციური ნაბიჯი იყო. ჩვენს მიერ გაშუქდა ყველა სამთავრობო აქტივობა როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი იყო იქ მუდმივად, სადაც ჟღერდა სიტყვა აფხაზეთი და აფხაზეთთან დაკავშირებული პოლიტიკური სიახლეები იქნებოდა ეს თუ განათლება, ჯანდაცვა თუ სპორტი. ძალიან პოპულარული და ნახვადი გახდა საკუთრივ ცენტრის პროექტები, როგორიც არის მიამბე აფხაზეთზე, სოხუმური ბრეხალუკა, ერთად ყოფნის ისტორია, პასუხები დევნილებს და ბოლოს გეტყოდით იმას, რომ ჩვენი ცენტრის წარმატების საიდუმლო მდგომარეობს პროფესიონალ კადრებში, გუნდურობასა და აფხაზეთის სიყვარულში. მშვენიერი წარმატებული წელი იყო. ბიუჯეტი მდგრადი გვაქვს. ეს მართლა როდესაც მდგრადია ბიუჯეტი, დიდ შედეგებსაც მოიტანს და ნამდვილად მოუტანა ცენტრს ამან დიდი შედეგები, იმიტომ რომ შეფერხებები არსად არ ჰქონდა. 26 წლისთვის მე ვფიქრობ, რომ უფრო კარგი წელი იქნება, უფრო წარმატებული წელი იქნება და უფრო მაგრად ვიქნებით, იმიტომ რომ ახალგაზრდა კოლექტივია, ახალგაზრდა დირექტორი ყავს, გილოცავ, დამდეგშობა ახალგაზრდას მრავალს დაგასწროთ უფალმა, ჯანმრთელად, წარმატებულად. გასული წელი აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრისთვის პროფესიული ზრდისა და გაძლიერების პერიოდი აღმოჩნდა. მისი როგორც სანდო წყაროს პოზიციონირება, თითოეული ნაბიჯი, ობიექტურობასა და ფაქტების სიზუსტეზე იყო დაფუძნებული. წლის განმავლობაში ცენტრის საქმიანობა რამდენიმე დამოუკიდებელ, მაგრამ თანაბრად მნიშვნელოვან მიმართულებად იყოფოდა. ჟურნალისტებისა და გადაცემების წამყვანებისთვის ეს იყო დინამიური მედია პროცესების წელი. 25 წელს გავუშვით ქართულ ენაზე გადაცემა სოხუმ თბილისი და სტუმრებთან ერთად ვაანალიზებდით ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური კუთხით, იმაზე თუ რა განწყობა იქ საზოგადოებაში, რამდენად მოქმედებს აფხაზეთის პოლიტიკაზე, რამდენად ერევა იქ მოვლენებში მოსკოვი, როგორია ეს დინამიკა, რამდენ ხანში შეიძლება გახდეს რეალური სრული ანექსიის საფრთხე, როგორ რეაგირებს ამაზე აფხაზეთის საზოგადოება. ჩვენი ვლოგი არის რუსულენოვანია და მიმართული არის უმეტესწილად აფხაზური მოსახლეობისკენ. მე ვლაპარაკობდი იმაზე, რასაც თვითონ აფხაზები ფიქრობენ, მაგრამ ვერ ლაპარაკობენ. 2026 წელს, ასევე როგორც ბოლო 30 წელი, მე გავაგრძელებ ჩვენ ბრძოლას აფხაზეთის დაბრუნებისათვის. გასული წლის მანძილზე ცენტრმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ისევ დაეთმო ყურადღება სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერასა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენაზე ორიენტირებულ ინიციატივებს. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობდა იმ წარმატების ისტორიების გაშუქებაზე, რომლებიც ნდობის აღდგენასა და საერთო ინტერესების გარშემო დიალოგის გაღრმავებას ემსახურება. დევნილთა ინფორმირებულობისთვის და ჩართულობისთვის აშუქებს ყველა იმ პროგრამასა და პროექტს, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და მასში შემავალი სხვადასხვა სტრუქტურა იძულებით გადაადგილებული პირების უკეთესი მომავლისთვის ახორციელებს. ერთი გმირის ისტორია აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ახალი პროექტია, რომელიც ეხება აფხაზეთს, შეიარაღებულ კონფლიქტს და ადამიანურ ისტორიებს. ეს ამბები მართლაც 30 წელზე მეტი ელოდნენ მოყოლას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყო ამ გადაცემის წამყვანი, იმიტომ რომ ეს არის ქართულ ტელესივრცეში პირველი პროექტი, რომელიც უშუალოდ ცოცხალ გმირებს ეხება. ძალიან ემოციური, მნიშვნელოვანი და ძვირფასია ამ გადაცემის წაყვანა, იმიტომ რომ 3 თვის ვიყავი, როდესაც მამაჩემიც აფხაზეთში ამ კონფლიქტს შეეწირა. პროექტი მომავალ წელსაც გრძელდება. ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი და მათი საგმირო საქმეები გაგაცნოთ. ამ ყველაფრის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობას კი ტექნიკური გუნდი უზრუნველყოფდა. საიტის ადმინისტრატორისთვის გასული წელი ციფრული ინფრასტრუქტურის გაძლიერების პერიოდი იყო, ხოლო ჩვენი ოპერატორები იყვნენ ისინი, ვინც კადრის სიზუსტით აღბეჭდავდნენ ყველა მნიშვნელოვან მოვლენას თბილისსა და რეგიონებში, რაც ცენტრის ვიზუალურ არქივს ამდიდრებდა. გარდა იმისა, რომ ჩვენ კასეტები გვაქვს უამრავი, ის ძველი ჩანაწერები, ჩვენ კიდევ ახალ რაღაცებს პოულობთ და ვცდილობთ, რომ თუ სადმე აფხაზეთზე, სადმე რაიმე
ვნახეთ და ვინმეს რამე აქვს, აუცილებლად პოულობთ და რაღაცნაირად ვავსებთ ამ არქივს. ეს რაც შეეხება არქივარიუსის, ასე ვთქვათ, პოზიციას. მეორე პოზიცია პროექტი სოხუმური ბრეხალოვკა, რომელსაც წელს უკვე მე-12 გადაცემას ვაკეთებ და საკმაოდ კარგი გამოხმაურება აქვს, კარგი ნახვები აქვს, საინტერესო სტუმრები გვყავს. ისეთი მოგონებები აქვს ამ ხალხს, რომ ნამდვილად საჭიროა ახალგაზრდა თაობა მიცოდეს. ამ წელს ჩვენ საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა აქტიურად გავაშუქეთ ყველა ის ღონისძიება, რომელიც აფხაზეთს უკავშირდება. ვიყავით ყველგან, სადაც საზოგადოებას სიახლეები აფხაზეთზე აინტერესებდა. ჩვენი ფირუზისფერი მიკროფონი ჩანდა ყველგან საქართველოს მასშტაბით და ასევე ქვეყნის გარეთაც. სულ რამდენიმე დღის წინ დავუბრუნდით ისრაელიდან, სადაც გაიმართა შეხვედრები ქართულ ებრაულ დიასპორასთან, ასევე წარმომადგენლობით ორგანოებთან. საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ეს ვიზიტი და მიმაჩნია, რომ ყოველდღიურად ყველა ნიუზზე ყოფნა ახალი ურთიერთობები და გამოწვევებია, რომელიც უფრო დიდ გამოცდილებას გვაძლევს თითოეულ ჟურნალისტს. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის გუნდს წელს შემოვერთდი, მუშაობ სოციმედია მენეჯერის პოზიციაზე, ასევე ვამზადებ რუბრიკას პასუხები დევნილებს. შემიძლია ვთქვა, რომ 2025 წელი ძალიან ნაყოფიერი იყო, გაგვეზარდა გამომწერთა რაოდენობა, გაიზარდა მათი ჩართულობა, უკავშირი, რაც ბუნებრივია, რომ ჩვენთვის ძალიან დიდი мотиваციაა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი გამომწერების ინტერესები გავითვალისწინოთ და მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი თემები წინა პლანზე წამოვწიოთ, ვუპასუხოთ მათ ყველა კითხვას. 2025 წლის ერთ-ერთ გამორჩეულ მიღწევად იქცა საგანმანათლებლო პროექტი გაკვეთილი აფხაზეთი, რომელმაც თბილისისა და რეგიონების 100-მდე საჯარო სკოლა მოიცვა. ეს იყო ცოცხალი და ინტერაქციული დიალოგი მომავალ თაობასთან, რამაც ათასობით მოსწავლეს საშუალება მისცა უფრო ღრმად შეცნო აფხაზეთის ისტორია, კულტურა და ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენს საერთო მომავალს აშენებს. წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა ალექსანდრე ბერულოვას სახელობის ჟურნალისტური პრემია, რომელიც წელს უკვე მეორედ ჩატარდა. ცენტრმა კვლავ გამოავლინა და დააჯილდოვა ის ლაურეატები, რომლებმაც თავიანთი პროფესიონალიზმითა და პრინციპულობით აფხაზეთის თემატიკის გაშუქებაში გამორჩეული წვლილი შეიტანეს. ეს პრემია ჩვენთვის არა მხოლოდ ტრადიცია, არამედ იმ მაღალი სტანდარტების აღიარებაა, რომელსაც ქართული ჟურნალისტიკა ამ საკითხისადმი ერთგულებით აჩვენებს. მიმდინარე წელს მუშაობდი საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ორ პროექტზე, პორტრეტები აფხაზეთიდან და ერთად ყოფნის ამბავი. ერთად ყოფნის ამბავი ეს არის ისტორიები ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ. ვთვლი, რომ ეს პროექტი იყო ძალიან წარმატებული, რადგან სამშვიდობო პოლიტიკის ხაზს ატარებდა. 2025 წელი ჩემთვის დასამახსოვრებელი იყო იმითაც, რომ მე მივიღე ისრაელის საელჩოს სპეციალური პრიზი. მომავალი წლიდან ჩემს ძირითად საქმიანობას ჟურნალისტიკას ემატება პროდიუსინგიც, რომელიც ვთვლი, რომ არის ჩემთვის ახალი გამოწვევა და ვფიქრობ, რომ ამ საქმიანობასაც წარმატებით გავართმევ თავს. ცენტრის დირექტორი სამომავლო პერსპექტივებზე ამახვილებს ყურადღებას. სამუშაო გეგმა 2026 წლისთვის კიდევ უფრო მასშტაბურია. იგეგმება ახალი ციფრული ინსტრუმენტების დანერგვა და რეგიონული დაფარვის გაზრდა. ცენტრი აგრძელებს განვითარებას როგორც მაღალი კომპეტენციის მქონე ორგანო, რომლისთვისაც 2026 წელი მხოლოდ ახალი, უფრო დიდი მიზნების დასაწყისია. მინდა დამდეგი 2026 წელი მიულოცოს სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს და სანუკვარეს სურვილის ასრულება. აფხაზეთში შინ დაბრუნება უსურვა. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადაუხდი აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის თითოეულ თანამშრომელს იმ გაწეული საქმიანობისთვის, რომელიც 2025 წელს განახორციელეს, ყველა წარმატება, რომელიც ცენტრს ჰქონდა მიმდინარე წელს, მათი დამსახურებაა. ყველა თანამშრომელს, რომელიც უკვე ჩვენი გუნდის წევრი აღარ არის, მათაც მინდა მადლობა გადაუხადო იმ ფერებისთვის, რომელიც ცენტრს შეძინეს, რაც შეეხება 2026 წლის სამომავლო გეგმებს, უამრავი ახალი მედია პროექტით დავიწყებთ წელს და ყველა პროექტი, ყველა ნარატივი იქნება ორიენტირებული ადამიანურ ურთიერთობებზე, იმ საერთო წარსულზე, რომელიც ქართველებს და აფხაზებს გვაქვს და ყველა პროექტი მოემსახურება ნდობის აღდგენასა და შერიგების პროცესს. როცა იცი რისთვის იბრძვი მანძილი თბილისიდან სოხუმამდე თითქოს უფრო მოკლდება. წინ ახალი წელია, ახალი მიზნების, გამოწვევების, მიღწევების და წარმატების, ახალი 365 დღე.